პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ჩარშანდელი წარმატებული შედეგების გათვალისწინებით წელსაც გამოცხადდა სტაჟირების პროგრამა სახელმწიფო სტრუქტურებშიც. ინფრასტრუქტურის სამინისტროც არის ერთ-ერთი სტრუქტურა, სადაც უკვე გამოცხადდა სტაჟირების პროგრამა. განაცხადების მიღება დაიწყება 1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 10 სექტემბრის ჩათვლით. გასათვალისწინებელი არის, რომ სტაჟირებისათვის წელს შესაძლებლობა იქნება 74 პიროვნების მიღება სამინისტროში და სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. გასულ წელს ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა მიგვეღო ყველა ის პიროვნება, რომელმაც დააკმაყოფილა საკვალიფიკაციო მოთხოვნები. ჩვენ გვყავდა 18 ასეთი პიროვნება, რომელსაც ასევე გაუგრძელდა გარდა იმ სამთვიანი სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული კონტრაქტისა, ასევე შესაძლებლობა გვქონდა, რომ გაგვეგრძელებია სტაჟირების ვადა და ასევე გვქონდა შესაძლებლობა ასევე ერთი პიროვნება დაგვესაქმებია და დღეს უკვე ჩვენი თანამშრომელია. მოვუწოდებ ყველას, რომ შემოგვიერთდეს, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მშენებლებზე, ინჟინრებზე, არქიტექტორებზე, სხვადასხვა სპეციალობებზე, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ჩვენ სტრუქტურასთან და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო გამოცდილებას მიიღებენ ჩვენთან დასაქმებული პიროვნებები.